ყველა მიცის, მე მიყვარს, ყველა მიცის თავს მაფიძებს. მაინც მგონია, რომ მე ისე ვერ მეჩყვებოდით რა. არა, სწორად გონია. აი მე მაინც მგონია, რომ ცოტა ისე რაღაცნაირად მაინც მოგიდგებოდით, რომ მაინც ჩემსაც გავიტანდი. ხალები უყვარდა კი არა, გურგენ უყვარდა ხალებს. გურგენს კი არ უყვარდა ხალები. ესო ჩემი ახალგაზრდობის სოდვებიო. ესეც. როგორ ფიქრობთ, მე რომ გავზრდილიყავი თქვენთან ერთად, ვიქნებოდი თუ არა ისეთი, როგორიც ვარ დღეს? მეუღლე ორივე ხელით და თანხმდებოდა. რა რეაქცია გქონდათ, რომ როდესაც 40 წლის თავზე გაიგეთ, რომ გყავთ შვილი? ნუ შოკი იყო რა. რაღაც გულში მქონდა, რომ სადღაც ბავშვი არსებობს ჩემი. ну, გვეძებოთ კიდე? შეიძლება კი. დღევანდელი გადმოსახედა როგორ ფიქრობთ, აი რომ გაგიგოთ, რომ თქვენგან იყო ვიღას ოსმოთ, რას იმქმედეთ, რას? ეს ხომ დაგვეყოდა ორივეს მეც. რატომ აღარ დაოჯახდით? ოჯახის მიმართ ვიყავი ერთგული. მაგრამ მაინც აი მე არ სამსგავსებ საკუთარ თავს. მიყურე. აი ეს ხალი დედას მქონდა. თქვენ რომ მიგიშვეს, იმიტომაც ვივარ ახლა მე აქ და. ასე გამომდე. არ არის პრობლემა. ასე გვიანია. მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს და ყველა გაშვილებულს გისურვებთ, რომ იპოვოთ ის, ვისაც ეძებთ და ყველა დედას უსურვებ, რომ მიიღოს პასუხები კითხვებზე, თუ სად არის მათი შვილი. საბედნიეროდ მე მხვდა ბედნიერება იმისი, რომ მეპოვა ჩემი ბიოლოგიური ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანი ვიწვალე და ძალიან დიდი ხანი ვეძებე, წლინახევრის წინ დადგა ეს დღე ჩემს ცხოვრებაში და შევხვდი ჩემ ბიოლოგიურ მამას. თუ ვინმეს გონია, რომ ბიოლოგიური ოჯახის მოძიების შემდეგ ისტორია მთავრდება და ესე happy end-ით სრულდება ყველაფერი, ესე არ არის, იმიტომ რომ წელიწადნახევარია ჩვენ ერთმანეთ ვიპოვეთ და ამდენი ხანია ერთმანეთს ჯერ კიდევ ვეცნობით და ბოლომდე არ გვყავს ერთმანეთი გაცნობილი. ეს პროცესი, გაცნობის პროცესი იმდენად რთულია და იმდენად გვიჭირს ამ დაკარგული წლების აღდგენა, რომ არც კი ვიცით ბოლომდე როგორ უნდა გავეხსნათ ერთმანეთს. ძალიან გამიჭირდა მასთან ინტერვიუს ჩაწერა. ჩემი 25 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში არასდროს ჩემ ცხოვრებაში ინტერვიუს ჩაწერა არავისთან არ გამჭირვებია, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არც კი ვიცოდი რა კითხვა უნდა დამესვა, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ ჩემი კითხვით ან გამეღიზიანებინა, ან გული მეტკინა, ან რაღაცა მეწყერინებინა მისთვის. და ამიტომაც მაქსიმალურად ფრთხილად ვარჩევდი კითხვებს. ისიც ასევე ფრთხილად არჩევდა პასუხებს. თუ როგორი პოდკასტის შედგამას უკვე თავად ნახავთ და ჩემთან ერთად თქვენც გაიცნობთ ჩემ ბიოლოგიურ მშობელს. დღევანდელი ჩვენი სტუმარია გურგენ ხორავა. თუმცა, სანამ მამა ჩემს უფრო ახლოს გაიცნობთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია გადამზიდი კომპანია G-Line-G, რომელიც ყველაზე სწრაფად და ყველაზე უსაფრთხოდ მოახერხებს თქვენი ნივთების გადაზიდვას ჩინეთიდან და ესპანეთიდან საქართველოში და მათ აქვთ იანვრის ბოლომდე განსაკუთრებული პირობა ჩინეთიდან $12.5 ნაცვლად სულ რაღაც $9 მოახერხებთ გადაზიდვას, ხოლო ესპანეთიდან €6 ნაცვლად €3. აქვე მინდა გაგაცნოთ ქეთი სირაძე, რომელთან სწავლის შედეგად თქვენ მიიღებთ ევროპულ სერტიფიკატს, გულისხმობ ლაზერული ეპილაციის შესწავლის კურსს. ევროპის მასშტაბით მოქმედებს მისი სერტიფიკატი და თქვენ გეკნებათ იმის საშუალება, რომ არა მარტო ისწავლოთ, არამედ მიიღოთ სერტიფიკატი და ევროპაში იმუშაოთ უპრობლემოდ. გარდა შესწავლისა, ქეთი მოახერხებს იმასაც, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგაწოდოთ ლაზერული აპარატი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მის შეძენას გადაწყვეტთ. ქეთისთან დაკავშირებათ თუ გსურთ, დარეკეთ აი ამ ნომერზე. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა კომპანიას, რომელსაც ქვია MyLab, რომელიც არის ჩვენი ახალი სპონსორი, ქართულ ებრაული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, სანდო დიაგნოსტიკას და პაციენტზე ზრუნვის მაღალ სტანდარტს. MyLab-ი გთავაზობთ უფასო გამოძახების სერვისს თბილისში და საქართველოს რეგიონებში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მოგინდებათ ლაბორატორიის გამოძახება, მაშინ უნდა დარეკოთ მითითებულ ნომერზე. ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში და არა მარტო ჩვენი, არამედ უკვე სრულად საქართველოს პოდკასტები იწერება პოდკასტ პოინტში, ასე რომ თუ თქვენც გსურთ, რომ თქვენი სასურველი პოდკასტი, ვიდეო, ინტერვიუ ან ბლოგი ჩაწეროთ, უნდა ესტუმროთ პოდკასტ პოინტს.
პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით პოდკასტის ჩაწერაზე. მაყურებელი ელოდება ისტორიას ბოლოდან თავისთავად, მაგრამ მინდა რომ ჯერ თავიდან დავიწყოთ, ანუ ცოტა ბავშვობაზეც რომ ვისაუბროთ. ბავშვობა როგორც მოგეხსენება მე და ჩემი და ვიყავით ძირითადად ოჯახში, მაგრამ იმ წლებში, როდესაც ომიანობა ახალი დამთავრებული იყო მეორე მსოფლიო ომი, მე დავიბადე 52-ში და მაშინ ჭირდა ძალიან. არ იყო საჭმელი, არ იყო არაფერი. ქალაქში მით უმეტეს. სოფელში უფრო იტანდა ხალხი თავს, იმიტომ რომ ყავდათ ძრულფეხა ცხოველები, კათმები, რაღაცა და ზემინდი ჰქონდათ და უფრო სოფელი მდიდარი იყო, ვინმე ქალაქში არ იყო ფაქტურად, პური არ იყო, არაფერი არ იყო და აი ამ დროს მე და ჩემი და კი არა, ჩვენს გარდა მამი და შვილები, 3 და მამა ჩემის ბიძაშვილები 4, 9 ბავშვი ვიზრდებოდით ერთად. მაგრამ ხალხს რო არ ებრძნო რომ ისინი მე განსხვავებით იმათი შვილი რო ვიყავი, იმიტომ რომ მეც ვარ განსხვავებით რომ სხვა რამე მქონდა, ეს გამორიცხული იყო ის კი არა, პირიქით უფრო ვიჩაგრებოდი. უნდა მახსოვს ის რამეტერია იყო რაღაც, აი აქ ზევით რეზინს გაუკეთებდნენ, ქვევით რეზინს გაუკეთებდნენ შარვალს და ჩამოვწევდნენ რაღაც თბილისის იყო მატერია რაღაცა და მე ესეც არ იყო ფაქტიურად და იმათ რო ჩააწვდნენ და ის რო გაიჩნდებოდა მე რა ჩამოვწევდე მე და ყოველთვის ღიზიანდებოდი. და დედა თუ კერავდა რატო ჩაგრავდათ ესე? არა, კერავდა კარგია, მაგრამ მატერია საიდან მოგეტანა? მატერია არის. მატერიაც არ იყო კაცო. ესეთი მდგომარეობა იყო ხო? საჭმელი იყო. ყველაფერი იყო, მაგრამ არ იყო ესე. და თლად ესე კი არ არის, მაგრამ უბრალოდ ხუმრობ თორემ თლად დაჩაგრული კი არ ვიყავი. ბავშვობაში ყველას ჰქონდა ჩვენი განაწილებული. ვის რა უნდა გაეკეთებინა 9 ბავშვი, უკმად კი არ ვიყავი, დღეს რომ უკმად არიან ბავშვები ოჯახში და არაფერს რო არ აკეთებენ. ერთი ავაგებდა, მეორე აწყობდა, მესამე თოხნიდა, მეოთხე ბარავდა, მეხუთე ბარავდა, ვენას წამლავდა. და ყველა ჩვენი ის ჰქონდა. თქვენ რა როლი ქონდათ? ჩემი როლი არასდროს არ სრულდებოდა და ამიტომ ხდებოდა. ცოტა თელქი ვიყავი და მე ოჯახის ესე იგი ვაჟიშვილი ვიყავი და თანაც ოჯახში უფროსი რო ვიყავი მაგულიანებდნენ ცოტა და ვითომ უყვარდით და აი ამ სიცელქეს პატიოდნენ. მაგრამ დედაჩემი უფრო მკაცრი იყო ვინმე მამაჩემი. მაგრამ მამაჩემს უფრო მეტ პატივს სცემდი. რატო? ის უბრალოდ თვალებში შემომხედავდა. და იქ უკვე ვიცოდი რა იყო გასაკეთებელი. დაუშვათ ოჯახში რაღაცა ისეთი რაღაცას დავაშევებდი, გამომეკიდებოდა დედაჩემის ცალკე, მე ბებიაჩემი მოსდევდა უკან, გაჩერდი ნუცენ ბავს, მე გავრბოდი, მე ვიმალებოდი და საღამოს რომ მოვიდოდა მამაჩემი, არა ვარ სახში. რა დააშავა მაგანი? იმ წამს ვიიტყოდა, იმიტომ რომ არა ვარ, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა დაშავებული მქონდა. და მოძებნეთ მოიყვანეთო. მომიყვანდა და დამაჯენდა. არ შეიძლება. არასდროს ჩხუბით და იმით არა. ყოველთვის მიხსნით და ისე მელაპარაკებოდა. ამას ნუ გააკეთე. ასე არ შეიძლება. შენ მარტო შენ თავს არ არწმენ, ოჯახს არწმენ, სოფელს არწმენ, საზოგადოებას არწმენ და ეს
მიუღებელია მეთომეტეს ჩვენი ოჯახის. თვითონ პედაგოგი იყო. დედაჩემიც განათლებული ქალი იყო, როგორც ასეთი. რისი პედაგოგი იყო? მათემატიკის. მე მათემატიკის მასწავლებელიდან მიატოვა და გადავიდა ვაჭრობაში და მე ცეკავშირში მუშაობდა უნივერსიტეტში. მაგრამ მათემატიკის ნიჭი არ გამოყვა არავის. რატო არა? რატო ფიქრობ რომ არ გამოყვა? მათემატიკა. მაინც უფრო ხელოვნებისკენ წახვა ტექნიკური საგნები უგულებელ ყავით და არა, უგულებელ ყოფილ კი არა, რომ დავამთავრე 8 კლასი მახსოვს 4-იანი დამიწერა მასწავლებელმა სიმღერაში. და სიმღერაში მაშინ 4-იანს არ წერდნენ საერთოდ. თუნდაც ყრურო ყოფილიყო, მაინც 5-იანს უწერდნენ. რას გერჩოდა? რა რო გაიგეს, კურსგანავსო სასწავლებელში მივდიოდი. ვაი თუ იქ შეამოწმონ რაღაც ამბავი და ჩვენ აქ ისეთი რაღაცა მოგვივიდეს რომ არ მომწოდნებ თვითონ ხომ არ იცოდნენ მასწავლებელი ვინ იყო მაშინ მუსიკის მასწავლებელი და სიმღერას მასწავლებელი კი არა მეორე მსოფლიო ომი დაამთავრა იბრძოლა იმ კაცთან და მოვიდა და რუსულის მასწავლებლად დანიშნეს არ იყო სპეციალისტები და იმიტომ და ალბეთ ჩვენ ამის გულისით პასუხი მოგეთხოვება რომ არ იცით ამ დონეზე სიმღერა და რაღაც ამბავი და აი ეს ამის გულისით დამიწერა და იქ გურგენიძე იყო სასწავლებელში რომ ნახა რომ 4-იანი მიწერია გამომიძახა სპეციალურად მიკროფონით ხორავა ამოვიდეს და ამოეძები და დაждდა როიალთან და რაც იმღერებთო ყმაწვილო და უცებ არ მივხვდი რომ 4-იანი მიწერია იმიტომ მეუბნები ახლა რა სიმღერა შეიძლება მეთქი მე რო დაუკრა და მაშინ მოდაში იყო მეკარე ასეთი ოპერეტა იყო მუსიკომედიის თეატრში გადიოდა მეკარე და იქიდან იყო სიმღერა ყველა მიცის მე ვინც მიყვარს ყველა მიცდავს მაფიძებს ეგრე კარგი ნამაზინე თავს სულაც არ იყვეს მარტივს და ნუენ დუბიკას და აი ეს რო დავკარი და წადიშვილო წადი დაკვრა სადისწავლეთ ჩემით პიანინო და მუსიკა და ეს არ მისწავლია უბრალოდ აკარდიონი როდესაც გივი ოდიკაძე ჩამოვიდა ჭყროწყუში ფესტივალზე მაშინ მონაწილეობდნენ რაიონული ფესტივალები იყო ყველა რაიონს უნდა მიიღო მონაწილეობა და იქიდან გამარჯვებული მერე მიდიოდა აი სოციალისტური ქვეყნები რო იყო პოლონეთი ან და ჩეხოსლოვაკია ახლა კაპიტალისტურში არავინ არ უშვებდა და აი ეს დიდი მიღწევა იყო თუ იქ გაგიშვებდნენ და ამის გულისით რომ გაემარჯვა ჩვენს რაიონს ჭყროწყუს რაიონს სპეციალურად გიოდიკაძე პროფესორი თბილისში ჩემი პედაგოგი იყო მე აცხონოს მაგისტრული უფალმა გიტის მქონდა დამთავრებული და ხარისხი დაცული ყველაფერი და ეს შემოიყვანეს და იქ დადგა ცეკვა ლელო კი არა ჯარალუა ლელო ბოდიში ჯარალუა ეს თელი ის იყო რა ჩაქსოვილი აქ ჯარალუას დროს ესე იგი სხვადასხვა სოფლის ესე იგი 1 2 3 სოფელი კრებდებოდა ერთ სოფელში. და იქ მიდიოდა ცხენის ჯირითი, ლელობურთის თამაში, მერე კეიფი, სმაჭამა სტუმრებს ერთი სოფელი უმასპინძლო როგორია ახლა სოფელს რომ უმასპინძლო. და ყველა სოფელი ვერზე იდგა რომ იმათვის პატივი ეცა და რაღაც და აი ეს ყველაფერი ქონდა დადგმული გიოდიკაძეს. და ჭირდებოდა ერთი პატარა ბავშვი. თელ რაიონში ეძებეს და ვერ მოიძებნა ესეთი და ბოლოს შეგრიბეს ყველა ამხელა ბავშვები მე-3 კლასელი თუ მე-4 ვიყავი მაშინ და აი იმ კლასელი სოფლის ყველა ბავშვები მოიყვანეს დამაღანეს და აღმოაჩინა მეგივი. და რომ დამაღენა და რომ გავიმარჯვეთ მე ფესტივალში იქ და რაღაცნაირად უკან რომ დავრუნდით მამაჩემმა სუფრა გამართა და გივის პატივით და გივი უთხრა მაშინ მამაჩემს და დედაჩემს რომ ეს ბავშვი 8 კლასს რო დაამთავრეს წამოიყვანოსო თბილისში და მე ვარ პასუხებელი. ეს ჩამჭაღურში. და ისწავლეთ ყველა ინსტრუმენტზე და აკვრა აბსოლუტურად რაც კი
ვიცით რაც კი მინახავს ხო, ყველა ინსტრუმენტი რა ვიცი ახლა, ბანდურზე, ჩონგურზე, სალამურზეც უკრავდი ერთ პარტია, ვიცი. თოლზე, აკორდეონზე, თოლზე, აკორდეონზე, გარმონზე, უბრალოდ გარმონის პედაგოგი იყო ვახტანგ ხეცაშვილი, სასწავლებელში, დოლის პედაგოგი იყო გელაშვილი, სახელი დამავიწყდა. და მუსტანბანის და ლიტერატურის პედაგოგი იყო კუტალაძე, გივი კუტალაძე. ნუ ყველა საგანს გვასწავლიდნენ იქ, რაც ვისწავლე ფაქტიურად 8 კლასის შემდეგ ვისწავლე ყველაფერს. თუმცა ჩვენ მანამდე არაერთხელ ვისაუბრე ამ თემაზე და მანამდე ვისაუბრეთ იმაზე, რომ იმას რომ თქვენ ხელოვნების სფეროს გაყევით, გარკვეულწილად ამ საკითხზე ზემოქმედება იქონია ბიძამ, აკაკი ხორავამ. აკაკი ხორავა ზემოქმედება იქონია კი არა, რო ჩავედით აკაკისთან მამაჩემმა ჩამიყვანა 8 კლასში დამთავრებული ვიყავი მაშინ და ჩამიყვანა აკაკისთან და რო შევედით დღევანდელ დღესავით მახსოვს ქალბატონი ნინა და მოსამსახურე ყავდა კიდევ მოხუცი ქალი იყო. და არა მანამდე მე-3 კლასში ვიყავი თუ რაღაცა და ნინასთან რომ მიმიყვანეს ის აკაკისთან რომ მიმიყვანეს მაგიდაზე რომ დამსვეს დანა ჩანგლის ხმარება არ ვიცოდი. როგორ მეხვარა დანა და ესე მაგხელა მე-3 კლასში კი არა დღესაც ბევრს გაუჭირდება ახლა ევროპაში რომ გავიდეს და რა სად რა იხმაროს ბევრს გაუჭირდება საქართველოში ეს მაგრამ მაშინ საერთოდ არ ვიცოდი როგორ რა დამეკავებინა და დავიკანე ეს ჩანგალი ასე ჩავსვი ეს დანა ეს რომ დავარტყი ეს საინი გადავარდა ეს წვენი და უი მოგიგდეთ ჩემი თავიო ნინა მითხრა დაისვა კალთაში დამსვა ჩამისვა კალთაში და დამაკავა ეს ჩანგალი ასე უნდა გეკავოს ეს დანა ასე უნდა გეკავოს და წამოსვლისას დღემდე მქონდა ვიღაცა მომპარა ის ჩანგალი მერე რომ მაჩუკა და მამიდა ჩემი იყო რომ წამიყვანა მამიდა ჩემთან ერთად ვიყავი და მამიდა ჩემს უთხრა ამბავს და უცილებლად და ასწავლე და დანა ჩანგლის ხმარებაო და მართლაც მე ხელიდან არ მომიშორებია და 8 კლასში რომ დავამთავრე და რომ მივედი და რომ განვაცხადე აკაკისთან რომ მე მინდა ქორეოგრაფიულზე და რაღაცა შემომხედა და შენ ხელოვნება იციო რა არისო აკაკი მითხრა მე რო აკაკი ვარ და ცოტა კაცი ვარ იმიტომ მოდიხარო შენს ხელოვნების გზითო ხო არა მეთქი ფიქრობდა რომ ესე იყო ფიქრობდა რომ ესე იყო ხო იფიქრა ალბეთ რა ანუ ეგონა რომ რადგან ის იყო ბიძა თქვენ ფიქრობდით რომ რაღაც გზას გაგიკვალავდათ და მაგიტომ არა ეს კი არ უფიქრია ხელოვნების გზაზე რახანც მე ასეთი კაცი აღმოჩნდა ხორავა რო ვარ და რაღაც ამბავი შენ შეგიძლიაო რომ ინდივიდუალურად არა ჩემით აკაკის ჭდილქვეშ რომ არ ყოფილიყავით ხო აი ეს შეგიძლია თუ არა ეს მითხრა მაგან და მე უთხარი არა მეთქი არა არა მეთქი მე მინდა ხელოვნება ახლა ვიღაცის გულისთვის კი არ შევდივარ მეთქი მე მინდა ეს გზა რო ავერჩიო ქორეოგრაფიულზე რო წავიდე და რო ვიცეკო და რო რაღაცა რატო ქორეოგრაფიული და რატო ცეკვა როდესაც აი რაღაც მღეროდით უკრავდით რატო ცეკვა ცეკვა იმიტომ რომ იქ აღმოვაჩინე ჩემი ადგილი როდესაც გივი მოვიდა და რომ პირველად მივიღე და სუნთქვა ესე იგი მტვერე სცენაზე როგორც მოცეკვავენ რო ავიღე და არა როგორც მომღერალმა სხვადასხვა სიმღერაზე ან ზორგავსოზე მოსავლიდე სიმღერაზე სამსახიობოზე არ გიფიქრიათ სამსახიობოზე ვიფიქრე იცი რომ დავამთავრე სასწავლებელი მაგრამ რომ დავამთავრე იმ წელს აკაკი მოკვდა 72-ში და ესე იგი გამოცდაზე რომ გავსულიყავი იმის უფლება არ მომცეს და ჯარში წამიყვანეს 20 წლის ვიყავი თანაც სასწავლებელი რომ დავამთავრე 20 წლიანი იყო მაშინ სასწავლებელი 8 კლასს დამთავრებული 16 წელი და 4 წელი 20 წლის ავიყავი
და მე ვუთხარი აი ეს ორი თვე ნოემბრამდე მაცალეთ თუ ვერ ჩაგრიცხე წავალ მეთქი და თუ არა და არა არაფრიზიდებით და მე გავიგო რომ სპეციალურად ჩაწყობილი იყო და რაღაცა მე თვითონ მოინდომე და წასულიყავი რაღაც მიზეზიც იყო მაგის და ანუ თქვენ სად ჩააბარეთ რომელი ინსტიტუტში რა გაქვთ დამთავრებული? მე დავამთავრე სერგო ზაქარიაძის სახელობის მაშინ იყო კულტსაგანმაართლებლო სასწავლებელი. ეს სასწავლებელი მარტო ქორეოგრაფიული კი არ იყო, აქ იყო თეატრალური, აქ იყო საგუნდო სადირიჟორო, აქ იყო საესტრადო, საცირკო, თოჯინები და ყველა იყო გაერთიანებული ამა. მე ჩემ დროს მეორე კურსზე ხო თუ პირველ კურსზე რომ მივედი, იმ წელს გაიყო საესტრადო და საცირკო და ესენი ცალკე და დარჩა მარტო ქორეოგრაფიული, თეატრალური, საგუნდო სადირიჟორო და ესენი დარჩა ცალკე. მაშინ ეს სასწავლებელი იყო დინამოს სტადიონიდან გზაჯვარედინი იქ რო არის კლარა ცატკინი მთავრდებოდა ზუსტად რომ ტრამვაი მოდიოდა კლარა ცატკინი მთავრდებოდა და აი აქ კუთხეში რომ შევხვევ მე დინამოს სტადიონის ცენტრალური ის არის კარი აი ამ კუთხეში დღესაც დგას იქ სამსართულიანი აგურის სახლი პატარა რომ დაამთავრეთ სასწავლებელი მე გაგანაწილეს თქვენ? კი სად გაგანაწილეს და როგორ სად დაიწყეთ მუშაობა? ქორეოგრაფად, ხო? ხოროწყუში გამანაწილეს მოთხოვნა იყო, საერთოდ არ იყო ქორეოგრაფები. მოთხოვნა იყო და სადაც მოთხოვნა იყო, იქ უშვებდნენ. შემეძლო მაგალითად წასულიყავი გალის რაიონში წავიდა ჩემი მეგობარი ჯანული პარტელინი და თავისი მეუღლე ბენო ნაცრლიშვილი გალში მუშაობდნენ. ხოროწყუში ატო წახვედით. ხოროწყუში რახან მოთხოვნა იყო, ჩემი რაიონი იყო და ეხლა სხვაგან რომ იმუშავა და სხვაგან ესა ჩემ რაიონში ვიმუშაებდი და 20 წლის იყავით, როდესაც დაიწყეთ მუშაობა. 20 წლის ვიყავი კი არა, მაშინ იყო ასე, რომ დაამთავრებდი 20 წლets, მე ახევარი წელი შენ სადიპლომო დაცვა ქონდა. უნდა წასულიყავი და ანსამბლი თუ ყავდა ვინმეს, იქ უნდა დაგედგა ცეკვა, რომელიც დახაზული ქონდა წინასწარ. მაშინ ლილი გვარამაძე იყო ჩემი კონსულტანტი. ამ ნახაზი რო დავხაზე რა. ესე ერთი ცეკვა ავირჩიე, ოსური ცეკვა. ეს ჩემი სტიქია იყო რაღაცა. ოსური ცეკვას რო პირველად რო შევხედე და ის წერებზე რო დადგა დავი რაღაცა ეს უკვე იმის შემდეგ მაგაზე ფიქრობდი და მართლაც ოსური ცეკვა დავდგი. ხოროწყუში ყავდათ ანსამბლი, აი ანსამბლი იყო მაშინ ლესჩინეს ყავდა. ლესჩინეს მეორე საშუალო სკოლას ყავდა, ლესჩინის მეორე საშუალო სკოლას, რომელიც მელსი გრიგოლია და ისინი ასწავლიდნენ სენაკიდან მოიწვიეს. და რო დაამთავრეთ პირველი ადგილი აიღეს თბილისში, მე იმოგზაურეს რაღაც ამბავი და მე წავიდნენ ესენი და დარჩნენ ეს ბავშვები უპატრონოდ. და ამ ბავშვებს ჩავგიდე ხელი და დავდგი ცეკვა უსური. დავიცავი დიპლომი და იმ წელს ჯარში გამიწვიეს. ჯარიდან მოbrunებულს გამიშვეს ჭყროთის რაიონის კულტსახლის სამხატვრო ხელმძღვანელად. მე კულტურის სახლის დირექტორად გამოშვეს რუსთაველის მეურნეობის. და მე მამაჩემ ასე არჩია რა შენ ფაქტურად სახში არ ახაროშილო აქ სოფელი არის 2 ჰექტარი მიწა იყო და ყველაფერი მოსავლელი იყო მეუღლე პედაგოგი იყო მე დილით გავდიოდი და საღამოს ბრუნდებოდი ანდა მოვიდოდი და ანდა არ მოვიდოდი და რომ მოვიდოდი ანდა მთვრალი ვიყავი და მოქონდათ ჩემი თავი რატო ხშირად მიხდებოდა ხოლმე ძალება და ეხლა მიხდებოდა ვისთან რაიგონის მდივანი და აღმასკომი და ეს კულტურის განყოფილების გამგე და ესეთ ხალხთან მიწევდა და ყოველთვის ანდა სტუმარი ყავდა ანდა რაღაც და რო შეხვიდოდი რესტორანში უნდა გემღერა და რაღაც გეცემოვნებდა ის სტუმარი და მე ვიყავი თანაც სიამოვნები ну მართლაც სიამოვნებდა როცა მე თანადა ვიყავი და ამიტომ მამაჩემმა თქვა რომ
შენ ოჯახისთვის ამ ხელა ოჯახს ვერ წარუძღვები და ვერ გააკეთებო ვერაფერს. უკეთესია ქალაქში გადავიდეთ. და ერთშიეთ მე ზუგდიდი რაღაც ვახტანგი აქ იყო უკვე გადმოსახლებული ეს არის. მეუღლე როდის და სად გაიცანით? რამდენი წლის იყავით? მეუღლე სამხედროდან რო დავბრუნდი. დავიწყე გადაჭროთულ საშუალო სკოლაში მუშაობა. სკოლაში ყველა ზოგიერთი ყველას არ ვიტყვი, მაგრამ უმრავლესობა ახალგაზრდები მუშაობდნენ პედაგოგად. უნდა გაგვეთილი რომ დამთავრდებოდა მაშინ რომ მივიდოდი და მე რომ მქონდა გაგვეთილი, სანამ მე დამეწყებოდა, მანამდე დავუждდებოდი ამ პიანინოზე და ესენი შემომიკრებებოდნენ ყველა გოგონები და ყველა მე მიყურებდა. მასწავლებლებზე ასაუბარი აქვს რო აღნიშნოთ. ხო, მასწავლებლები. და ერთ-ერთი მასწავლებელი აღმოჩნდა. ეხლა რატომ? ის და რატომ სხვები არა? ხო. მამა ყავდა ახალი გარდაცვლილი. ერთი წლის. და ჩვენთან სამეგრელოში იცი დღესაც არსებობს სხვათა შორის და მაშინ მით უმეტეს ეხლა მამიდა ჩემი ცხონებული ისე მოკვდა რომ შავი არ გავუხდია. შავი დადიოდა რა შვილი მოუკვდა. ახალ გარდაცვლილ მამასაც არ შვენი მაგალითად ჩვენთან სამეგრელოში რაღაც თახლი და იმით სიარული და მორცხვა დიდგა ახალ გარდაცვლილი მამა როგორია და მორცხვა დიდგა თავისით არაფერს არ ლაპარაკობდა ზედმეტ არ პრანჭობდა ზედმეტ ანუ სხვებისგან გასხვევით ყურადღებას არ გაქცევდა. აი ამით მიიქცია ყურადღება. არა ლაპარაკი და არა მოქმედები და არა ყურადღებობით. უყურადღებობით მიიქცია ყურადღება, ხო. და პირველი შეხვედრა იყო სოხუმის ზღვის სანაპიროზე ამრა რესტორანში ჩვენი შეხვედრა და მეორე შეხვედრაზე ზუგდიდში შევხვდი და გადავიყვანე და თავიდან არაო ჯერ ახალი გარდაცვლილია მამა ეს იყო მიზეზი და რაღაცა და უკვე წელიწად ნახევარი გასული იყო და რამდენ ხანში დაუჯახდით? რამდენ ხანში თუ რამდენ ხანში დაუჯახდით? გაცნობიდან რამდენ ხანში მოხდა დაუჯახვა? სადღაც წელიწადი კი არა ნახევარი წელია ეს. ნახევარი წელი. და აი იმ პერიოდს როგორ გაიხსენებთ? სანამ დაუჯახდებოდით? აბადიეთ, მაგრამ აუტია იოცელინებს ავით ხელიდან ვერ ვიშორებ სიგარეტს და ორებაში თავ გადადებული ვიყავი ხელოვნებაზე. გამორიცხული იყო, პუნქტუალური იყავი ძალიან, იმიტომ რომ ბავშვებთან მქონდა საქმე. ბავშვის წინაშე თუ პუნქტუალი არ ხარ, გამორიცხული ვარიანტია. ჩვენ ერთმანეთს ფაქტობრივად ერთხელ შევხვდით მარტო სოხუმში თუ რომ სკოლაში ხვდებოდით იქ. მე სკოლიდან დამთავრების შემდეგ ერთი გზა გვიწევდა სახში სიარული. ის მე უხვევდა ძალგე და მე მქონდა კიდევ 1-3 კილომეტრი ფეხით გასავლელი. მაშინ პაბედა მყავდა. პაბედაში არ ჩამივიდა და მე დავიწყე ფეხით სიარული. ხო. და მე ვაცილებდი იქამდე, სადაც შესახვევი ქონდა და მე გავაგრძელებდი იქ სადაც. აი ეს შეხვედრა ქონდა თორე მეტი ისეთი რაღაც რო გამახსენდება რაღაც განსაკუთრებული არა. როგორი მეუღლე იყო? რა არის იცით არ მინდა ჩემზე და ჩემ ოჯახზე მე რო ვილაპარაკო. სხვები რო ლაპარაკობს ის სიამოვნებს. სიმართლეს რო ლაპარაკობს.
თავისთავად, მაგრამ ეს ესეთი ფორმატი გვაქვს. არასწორს ლაპარაკობს, მაშინ წინს ხოლმე. ამიტომაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩვენ თავზე სწორი, რომ გავაგებინოთ ხალხს რა არის სწორი და რა არის სწორი. ქალი აუცილებლად უნდა იყოს ოჯახისთვის თავდადებული და ოჯახზე გადამკვდარი. ოჯახი რაც მქვია, როდესაც შვილი ყავს, მეუღლე ყავს. ყველას ესე იგი ქალის მეუღლება რა არის? დილით რო გადის ახლა კულტურის სახლის დირექტორად მუშაობ კაცი და მე ხო არ წავალ ასეთი რაღაცა და იმით და რაღაცა ის კაცი არ უნდა იყოს გადამკვდარი. გაწოთაებული ხო უნდა იდგეს იყოს ყველაფერი პერანგი ესენი და ეს. ამას ყველაფერს აცრებდა და აკეთებდა. შვილებზე იყო უსაზღვროდ შეყვარებული. მით უმეტეს ჯაბაზე ჭკუა ეკეთებოდა. განა შეიძლება შვილი გამოყო. ერთი მეორესგან შვილი როგორი ახლა თითი მოიჭერე რომელი მოიჭერე თქვენ არ გამოყოფდით? არ გამოყოვდი შვილს ერთნაირად მიყვარდა მაგრამ კაცრი უფრო მეტი ჯაბას მიმართ იყავი ხო და რუსოს უფრო მეტად ატარებდით გასტროლებზე ვიდრე რუსოს იმიტომ რომ გაყოფილი ქონდათ რაღაცნაირად რუსოს იმიტომ რომ რუსო ჯდებოდა იმ ხასიათში და იმ კონტექსტში რასაც ერქვა შრომის მოყვარეობა და მიზანდასახულობა. თუმცა ჯაბას უზომოდ ნიჭერია უკრავდა ყველა ინსტრუმენტებს ეკავდა მღერა. მიზანდასახული და ის არ ქონდა. თქვენ იყავით ძალიან მკაცრი მამა. რუსოს სამას ამბობს, რომ ძალიან მკაცრი მამა იყო. კაცრი თქვენ როგორ ფიქრობთ ესეა? კაცრი არ ვიტყოდი ახლა. პირველი შეხვედრით ახლა დამინახოს ადამიანმა თითქოს იტყვის რომ ეს რამ კაცრი კაცია და რაღაც ამბავი იმისთანა გამომეტყველება მაქვს ხო? არა ვარ კაცრი. რატომ იცი? ჩემთან არა. რატომ და როდესაც ლაპარაკობს არასწორს ადამიანი პირში ვილაპარაკები რომ არასწორია ეს. და იმ დონეზე ავდივარ მე ემოციებში რომ ვერ პატიობ ჩემ თავსაც მე. ანუ ნახეთ შეიძლება ეხლა თქვენ ფიქრობთ რომ ეს არ არის იმ კაცრე, მაგრამ ეხლა რუსო ამბობს რომ მე ჩაცმასთან დაკავშირებით მქონდა პრობლემებიო. კი, მეორე კურსზე რა იყო რუსო ჩამოვიდა. სამედიცინოზე ხო სწავლობდა. და სამედიცინოზე წასვლა ესეც ბიცოლამისის დამსახურებაა და მაგან თავიდანვე თქვა რომ ეს ბავშვი მე უნდა წავიყვანო და მე უნდა გავზარდო. რუსომ თქვა რომ სამედიცინოზეო სპეციალურად ჩააბარებინა ჩემ ბიძებს რუსო რომ ვეკონტროლებინეო იქო უნივერსიტეტში. კი. რატო? ამას დიდი ისტორია აქვს სხვათა შორის. რატომ? მაგ დროს სამედიცინოზე ჩემ დროს ეს სამედიცინო სტუდენტები დაყავდათ მეურნეობის კულტურის სახლის დირექტორი ხო ვიყავი. და დაყავდა ჩაისაგრებად. მერე? და ხედავდი რა მდგომარეობაში იყვნენ ეს გოგონები და ესენი და რაღაცა და აი აქედან გადამეკეტა და საერთოდ არ მინდა არც მედიცინა არც არაფერი მეთქი ჩემი შვილი ასეთი რაღაცა და პლუს ამას მე გოგო ერთხელ მოვიდა და მითხრა ისო მამიკო გადაღება უნდა თუ კინოშიო ჩემი ვინ არის რა არის არ ვიციო როგორ არიცი გადაღება უნდა და კინოში და არ ვიცი ნებისმიერ შეუძლია გააჩეროს და გადაღებაზე წამომყევი არ გაუშვით გადაღებაზე რა გადაღება გაწოდი ეკითხე მეთი ვინ არის რა არის მე და თვითონაც არ იცოდა და გაიგებდა გეცდიათ მე გაიგე მეთქი ვინ არის და რაო მაგრამ აი ამას სანამ გაიგებ რაღაც ამბავი და კი ბატონო წამობრძანდი რაღაც ამბავი და რო წაყვეს ბატიჭუკივით ხო შეიძლება გადაღებაზე რატო არ გაუშვით რუსს არ გაუშვი რატო ჯერ ერთი რომელი მასში იყო რა იყო ხო და გეცდიათ
მაშინ სამედიცინოს თავი დაანებე და იარე მაგაზე. ნახე. ეს არ არის ახლა სიმკაცრე. არა სიმკაცრე. სიმკაცრე არ არის ეს. მიზანდასახულობა შენ ანდა ის ანდა ეს. რუსოს ინდა მსახიობობა მე არ მითქი არც ერთისთვის. პირიქით ჯაბაზე მაგრამ ან ერთი არჩი ან მეორე ეს იყო? ერთი. უნდა აირჩიო ადამიანმა. და ამიტომ არ გაუშვით? რა თქმა უნდა. სწავლობდა სამედიცინოზე და ეხლა ის მსახიობობა. მაშინ მიატოვე მეთქი მაგი. ის არ უნდოდა. და ეცადა ორივე. ორივე როგორ გაწევს ყველა ინსტრუმენტზე უკრავდით და ყველა მღეროდით და ორი კურდღლის დამჭერი ვერასდროს ვერ დაიჭერს. იქნებ პირიქით ბევრს იქნებ ორივეს იჭერს. გამორიცხულია. რატო? არა. აგერ მე ხო დავიჭირე 22. პროფესორი იყო ლატარაპაჩია. და კონდა თავი სტუდია, მაგრამ მიატოვა ბოლოს. იმიტომ რომ ექიმობა და ქორეოგრაფია ერთად არ გამოვა. მე სულ ვეუბნები ხოლმე რუსოს, რომ მე რო გავსდილიყავი თქო თქვენთან ერთად თქო, ჩემს მიმართ არ ექნებოდა ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ქონდა თქვენს მიმართ თქო. ანუ მაინც მგონია, რომ მე ისე ვერ მეჩხვებოდით რა. ვერ დამწუქსავდით ისე. საიდან იცი, ეგ უარესა დამეტუქი. არა, ესე მგონია. ესე მგონია, რუსოს სულ ვეუბნები ხოლმე. არასწორად გონია მაშინ. რუსოს სულ ვეუბნები ხოლმე, რომ არასწორად გონია. მე მაინც მგონია, რომ ცოტა ისე რაღაცნაირად მაინც მოგიდგებოდით, რომ მაინც ჩემსაც გავიტანდი. ეხლა წარმოიდგინე, შენ რომ 53 წელია ქორეოგრაფად მუშაობ და ბავშვებთან მაქვს საქმე. და ბავშვებს ვზდი. ბოლომდე მომყვება ერთეული, თავიდან არის ასეული და ბოლომდე ერთეული, მაგრამ ისინი გამოდიან. გამოდიან ისეთი, რომელიც საზოგადოებაში ყველა ლაპარაკობს, რომ ერთნაირად ეჩხუბებით ყველას? კი. ხო? კი. ვერი. ერთნაირად გამორიცხულია ეხლა ეს ვეჩხუბები კი არა, კი არ ვეჩხუბები კაცო, ვეუბნები, ეს ასე არ უნდა გაკეთდეს. რუსოს ვეუბნები ხოლმე, რომ შენ უნდა წაგიყვანო ჩუმად, გაგიგეთო სვირინგი და ჩაგიყვანო გურგენისთან ვაჩვენო შენი სვირინგი მეთქი და თავს იკლავს მომკლავსო. კაცო, ჩემ გულში სვირინგი კი არა, ის გაიგეთო წაწი. როცა გათხოვდება გოგო. ხო. მერე გაიგეთოს პრობლემა არ არის? გოგო რო გათხოვდება, შორიდან გაუწიე კონტროლი, ისე არა, შორიდან. ის უკვე თავის მეუღლე მიცის. მე მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა რო ჩამოვედი და ის რო გავიხადეს და აქ სვირინგები მახსოვს და სულ რა არის გოგო და მეთქი რა ვიცი სვირინგები. არ მოეწონა და გავდივართ ახლა გვერდზე ოთახში, მაისურს იცვრის და ვხედავ სვირინგებს. მეთქი ეს რა არის? ხო და ესო ჩემი ახალგაზრდობის სოდვებია. ესეც ახალგაზრდობის სოდვებია. ახალგაზრდობის არ არის მაგ. ბავშვობის. მაგრამ მე არ ვთვლი ამას სოდვად, არ პირიქით ძალიანაც მსიამოვნებს. აი ხა რუსომ რომ მოწიოს. ეხლა სვირინგზე ნუ გადავალ ჩვენ და ფაქტები ლაპარაკობ. სვირინგზე რო გელაპარაკო, მაგას ჩვეულება ჯუზე უმტკიცესია, თავზე თუ მიაჩვევ ბავს. ის გამორიცხულია მე. ბავშვი არ უნდა მიაჩვიო იმას, რომელიც არ ვარგა. როგორ შეიძლება რაც არ ვარგა, იმაზე კარგია რო უთხრა. ხო შეიძლება. ამიტომ აღზრდა პედაგოგიკა ჩვენ ცალკე გვასწავლიდან სასწავლებელში. და ისეთი პედაგოგები გვასწავლიდან კორიფეები. იმდროინდელი კორიფეები, თანაც ჯანობაგრატიონიდან დაწყებული და დავით ჯავრიშვილი და კოწო მანჯგალაძე და ანტონ ჩიხლაძე და ბუხუტა დარახველიძე და ესენი ლილი გვარამაძე და პროფესორები. და პედაგოგიკა იმათ ხელში გავიარე, ხო. მე არ მახსოვს მაგალითად ერთს რო დააშევებინა რა, მაშინ ჩვენ ყველას კი ეუბნებოდა, მე მეუბნებოდა, მაგრამ ამით ყველა იჩაგრებოდა და იძულებულს ხვდიდნენ ყველა რომ ასე არ გამიკეთებინა. ეს თვითშეგნებაზე არის. ხო. ბავშვი უნდა მიიყვანო იმ თვითშეგნებაზე რომ იმან არ დავაშავოს და არ გააკეთოს. როგორ ფიქრობთ, მე რომ გავზრდილიყავი თქვენთან ერთად, ვიქნებოდი თუ არა ისეთი, როგორიც ვარ დღეს? გარემოება ყველაფერს ქმნის. მე მახსოვს იმ 90-იან ვასახსენებელ დღეებში ქუჩაში რა ამბავი იყო. საშინელი ამბავი იყო.
იმ დროს გაზრდილი ახალგაზრდებს ყველა ფაქტიურად ვინც არის გაზრდილი არა მე მაგალითად სპეციალურად ექიმებს მოვიყვანდი და მაგას მეც იმ დროს ვარ გაზრდილი. მეც იმ დროს ვარ გაზრდილი. იმ თუ პერიოდში რომელიც გვედგა. მე და ვიქნებოდი ისეთი? ესეთი ვიქნებოდი მე რომ აქ გავზრდილიყავი? რა გარემოში იზრდები ესეთი იქნებოდი. მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს თუ ბუნებამ არ უშველაო და დღეს თქვით რომ მაინც და მაინც ის ხასიათი გამოყვა რომელიც ჩემგან ის გამოყვა რაც მე არ მომწონს შემიო და რა არის ეს? არის იცი სანამ რამეს იტყვი მანამდე უნდა დაფიქრდე. ჰოპ უნდა დაიძახო როცა გადახდები. წინასწარ ვიძახი? არ უნდა აფეთქდე და შენი ნათქვამის მე შენ თვითონ თითქოს არ ნანობ კი მართალი ვიყავი მე და ის მაგრამ რო დავფიქრდები წლების შემდეგ წლები რა არის გამოცდილება ფეთქებადი ვარ ანუ მე კი ერთ უცებ თქვენს თქვენს მე გულში ვიკლავ, თორემ კი ვარ. მეც ვიკლავ გულში. გულში ვიკლავ და არ ვეუბნები არაფერს. ხო და აი ის რო თქვით რომ ის თვისება გამოყვა ჩემი, რომელიც მე თვითონ არ მომწონს ჩემ თავშიო, რა არის ეს? ის ფეთქება მე გაზო. ჩემში არ მომწონს. არ ვარგა. და მე გამოცდილებიდან გეუბნები ამას. კაი, მაშინ რა გამომყვა, რაც მოგწონთ? შრომის უნარიანობა და შემართება შენი საქმის მიმართ. შეგიძლია 24 საათი იმუშაო და მე მაგალითად რჩევა ჩემგან თუ მიიღებ ცოდვა ხარ როგორც აკაკი მითხრა მე ცოდვა ხარ რადგან არავის იმდენი ტერი არ აყავს რამდენიც ხელოსთან სახელმწიფო ხო არავის იმდენი ტერი არ ეყოლება რამდენიც შენ რატო ამაზე ვაჟამ თქვა თუნდაც რატომ დამტერობა კარგია უნდა მტრიანი რატომ და ამიტომ და ამიტომ არ ვაკეთოთ საქმეები რომ ტერი არ მყავდეს არა საქმეები აკეთე მაგრამ არა ეფექტი და აფეთქების ნიადაგზე აფეთქების ნიადაგზე არა საქმე მე რო არ გამეკეთებინა ხო არ ვარ ფეთქებადი საქმე რო არ გამეკეთებინა ძალიან გადამიყვანე შკუიდან ფეთქებადი არა ვარ საქმე რო არ გამეკეთებინა ზუგდიდში 3 ანსამბლი დამიშალეს და 3 ანსამბლი იმდონის რომ ძალიან მაგარი ანსამბლები იყო და დამიშალეს ხო შემეძლო მაგალითად ხალი ჩამეკნია და არ გამეკეთებინა არ ჩავიქნი ხელი ბოლოს რო დამიშალე იმის შემდეგ არის სახში რო წამოვედი უკვე მოხუცი ვიყავი და არ შემეძლო სხვანაირად მე დღეს ვასწავლი ქორეოგრაფიას და არა ცეკვას ცეკვას სხვა ის არის ცნება და ქორეოგრაფია სხვა ცნება რა რეაქცია გქონდათ რომ როდესაც 40 წლის თავზე გაიგეთ რომ გყავთ შვილი ანუ რამე ეჭვი მანამდე გქონდათ ყური გქონდათ ამის მოკრული აი წარმოიდგენდით აზრზე არ ვიყავი ისე ყოველთვის რაღაც გულში მქონდა რომ სადღაც ბავშვი არსებობს ჩემი რატომ და მაგრამ საქართველოში არ ველოდი ეს იყო რუსეთში ანუ გვეძებოთ კიდე შეიძლება კი შეიძლება და რა რეაქცია გქონდათ როდესაც გაიგეთ ჯაბამ დარეკა ხო ჯაბამ დარეკა კი ნახე ჯაბამ დარეკა პირველად რო დამიგა გალე დეგერ ყვავილებს რაღაც სხლავდი თუ რაღაცა და დგევარ ზიანი ამინდია ზევით მახურია რაღაცით და მიჭერს აქიდან სიცხე ოფლიანი სასაული ვიკრაჟ და დარეკა მე ვთქვი რაღაცა უნდა მეთქი რა იყო
ამა შენ კიდე ყოლია ოშილი. და ეხლა ჯება მიწის ღადავი. ხო. და ალბეთ მე ღადავება რაღაცას მეთქი. დამანები თავი მეთქი და გავწიში. მეორეჯერ დარიგა. ამ დროს ყველა მისის თემასანათი უკვე. და არ გეუბნები. მე არ ვიცი ხო. იცოდა თუ არა და. გეუბნები რაღაც მოდი ანუ ტელევიზია და ისევ დაუგდე. არანაირ ტელევიზია არ მოდიოდა ამ დროს მაიმუნის. და ტელი დელეგაცია მოდის. დელეგაცია კი. და მე უთხარი კი არა გავუდი შეიძლება და დამანევე თავი მეთქი და არ გასულა რაღაც 2 თუ 3 წუთი და ვახთან გინდარეკა. მეჯო მართლა ყოლიაო და მოდიანო შენთანო და ასე და ასე ვარ. მაიმზადე ვარ ამეო და გავაგონდი რა ვქნა არ ვიცი. გავიხადო ჩავიცვა თუ მართლა მე გადავებიან და რაღაც ამბები და რახან ვახთან გიმითხრა. ნუ ახლა ხუმრობა კი იცის ხანდახან ვახთან გი მაგრამ ამისანა ხუმრობა არ მგონია რომ უნდა უცებ მეც ის იყო რომ რაც ვაკეთებდი მე თვითონ არ ვიცოდი და გაუგნებული რაც ვლაპარაკობდი და რა ვილაპარაკე იქ და რა არა ისიც არ მახსოვს ფაქტიურად მე ჩამოვედით. ნუ შოკი იყო რა. შოკი იყო. მაგრამ სასიხარულო შოკი იყო. და ნუ ვიფიქრები ის რომ შენ თამონახარ იმიტომ და არა მე ერთი წამით არ ვფიქრობ ამას. როგორ შეიძლება შენი სისხლი ხორცი შენი შვილიზე რომ არა ბატონო ესა და ისა და ანდა რატო მოხედი და ანდა ეს უფრო შენც იმიზე მუშაობს და შენც კაცობაზე და შენც აღზრდაზე და შენც კულტურაზე და რო დამინახეთ პირველად მაშინ რა შეგრძნება ქონდათ ყველა მეკითხება ამას და მეც მინდა რომ ვკითხო ვიღაცას უბრალოდ გაკვირდებოდი და მსგავსება. და რა დაინახეთ? აი ეს ხალი დედაჩემს უნდა. ამ ხალით ხო ვეძებდი. დედაჩემს უნდა ეს ხალი ზუსტადაც. მაგ სურათის ადგილზე გაჩვენებია. და მე ვთქვი, შო და არც ამამიხია ხმა ზედმეტი დირიგით. ის კი არა თელი რამდენიმე ხნის განმავლობაში ფაქტურად შოკში ვიყავი. და რომ მილოცავდნენ და რომ მოდიოდნენ და რაღაც ამბავი. რას პასუხობდი, ისიც არ მახსოვს. ეს შეკითხვა უნდა დავსვა აუცილებლად. თქვენ რომ გაგიგოთ ორსულობის შესახებ. ეხლა მარტივი ამას ლაპარაკეთ და შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ხო აპარასის ამდა, მაგრამ აი დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, აი რომ გაგიგოთ რომ თქვენგან იყო ვიღაც ორსულად, რას იმოქმედებთ, რას ისმით? იცი რა არის ჩემო თამა. რომ ილაპარაკო დღეს ამას გავაკეთებდი და იმას გავაკეთებდი. ეს იქნება ბაქიაობა და რაღაც ამბავი. იმ დროს რაც მოიმექმედებდი და რაც არა. არ ვიცი, როცა მალე გითხრა. მაგრამ საერთო ჯამში, როდესაც ბავშვზე მიდგებოდა საქმე, ალბეთ თუ გაშვილება უნდოდა და რაღაც ამბავი, ისე გავაკეთებდი მე 100%-იანი დავერწმუნებული ვარ, რომ მეუღლე ორივე ხელით დათანხმდებოდა ამას. და როგორ ფიქრობთ, რატომ არ გითხრეს თქვენ, რომ თქვენ შვილი გაყოლებოდათ?
არ ვიცი, ალბეთ ისევლე იმ სიმკაცრით გამო, როგორც თქვენ ლაპარაკობთ. და როგორც ლაპარაკობენ, მკაცრი ადამიანია და ამის ის მქონდა და რაღაცა და იმედი არ ქონდათ? იმედი არ ქონდა. და შეიძლება ამიტომ. არ ვიცი, სხვაზე ლაპარაკი არ მიყვარს რა. არა, თქვენ ამ შემთხვევაში თქვენს ესაბანი თქვენ რომ არ ქონდათ ინფორმაცია ამაზე. და Warner Brothers-ის ფილმში ახსენეთ, რომ ნაწყენი ვარო მეო, რომ არ ვიცოდიო, რომ შვილი მყავდა 40 წელია. ნაწყენი როგორ არ უნდა იყო კაცო. ეხლა 40 წლის განმავლობაში წარმოიდგინე შენ რომ რამდენი რაღაცამ ჩაიარა ისეთი რომელიც შემგან სიტყვა ანდა ის სიმკაცრეც თუ გინდა რომ გაგეკო და აი ეს ყველაფერი ხომ მოგაკლდა შენ და მეც მომაკლდა თუნდაც ის გაბრაზდება რომ გაგიჯავრდებოდი ან და რაღაცა ეს გეტყოდი ეს ხომ დაგვაკვდა ორივეს მეც შენს და ყველას აცი გაგაბრაზებთ ა აცი გაგაბრაზებთ აცი გამაბრაზებ არ არის პრობლემა აცი გვიანია აცი ვერ გამაბრაზებ იმიტომ რომ პატარა რო იყო ეგ მაბრაზებს ეგერ ეს ნახე ანიშკუ სიძე და სერიოზულად სიძეს უჭირავს ოჯახში როგორც ხედავ ეს პრიორიტეტული ადგილი ну სიძე ეს ჩვენი მეგრული მენტალიტეტია ხო ძალიან გაიხასიათის ბიჭია ეხლა შრომის მოყვარობა რო არ კონდეს მაშინ არ იქნება იმ დონის მსახიობი ხომაგრეა და არ არის ხელწამოსაკრავი მსახიობი კიდევ როგორც მესმის ჯერ არის სიძე და მერი არის ყველა დანარჩენი ჯერ არის სიძე და მერე დანარჩენი არა სამეგრელოში ესეა სიძე მაინც ხა თავის მოწოდების სიმაღლეზეა მაგრამ სიძეც უნდა იყოს თავის მოწოდების დონეზე ხო და ჩვენ უცხონაირადაც ვიცით მე სიძეც კი არა და ყურისაწევაც ვიცით მე როდესაც დააშევებს ვინმე ამსგავსებთ ანუ საკუთარ თავს კი 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 ცოტა ამსგავსებ მოგწონთ ეს ამბავი აი ხო აი ნახეთ სულ ამბობენ ხოლმე რომ გოგოები ეწებენ მამის მსგავს ქმარს მე საერთოდ დანახი არ მყავდით როდესაც მსგავსი ქმარი ესე ცუდი ნათქვამია მაგრამ ნუ ესე შემომერჯია ასე ვთქვათ რა ეს ფაქტი მოგწონთ და ის რომ აი სიძე საკუთარ თავს ამსგავსებდა რაღაცა გარკვეულწილად ახლა თქვენ ახალგაზრდობას იმაში რომ ხედავთ კი მომწონს როგორ არ მომწონს თქვენი სიძე რომ იყოს ისეთივე ქმარი როგორი ქმარიც იყავით თქვენ ხო კარგია ცოტა დამაფიქრებელი ის არის, მაგრამ გეტყვი რომ კარგი არის ერთი მხრივით მე ოჯახისთვის იმ გაჭირვების დროს კი არა საერთოდ მეულეს არ უშვებდი მე ბაზარში მე თვითონ მომქონდა პროდუქტი და მე თვითონ ვირჩევდი ყველაფერს და ხშირად მეუნებოდა ხოლმე რუსიკო და ჯაბაც მამა ეს არ გაუშვაო რა იმიტომ რომ რო წავიდოდი მართლა მოვიტანდი ისეთ პროდუქტებს ამორჩეულს და რაღაც ამბობს და დავდები და ის მაინც ქალია და ეკონომიკას აკეთებდა ვითომ და პატარა სიყიდი და იმას და მე და მაინც პასუხი ოჯახის მიმართ ვიყავი ერთგული. ხო ვიყავი მაგალითად ალბეთ რამ გამოიწვია ახლა ჩემი ასეთი ვითომ პოპულარობა რომ გურგენს ქალები უყვარდა კი არა გურგენი უყვარდა ქალებს თორემ გურგენს კი არ უყვარდა ქალები სხვადასხვაებს კი არ ვიქებ ახლა ჩემ თავზე და იმაზე ნუ მიმიღებთ რაღაცა მაგრამ
ხავს თუ არ უნდა ჩვენ ვერაფერს ვერ გააკეთებია. თუ არა და ამას მეორე წუთს დაინახავს ადამიანი. შენ თუ იძალადე და რაღაცა ბავშვი. თქვენ იყავით რუსოსაც დაუსვეში კითხვა, მაგრამ თქვენც უნდა კითხოთ. თქვენ იყავით საკმაოდ პატარა ასაკში, როდესაც მეუღლე გარდაგეცვალათ. თქვენი მეუღლე ძალიან ახალგაზრდა იყო. რატომ აღარ დაოჯახდით? აი, ხო, სამეგრელოში 20 წლის უკან გარდამეცვალა. ხო არის სამეგრელოში, რომ აი ბავშვის პატრონი უნდათ, სახს დიასახლისი სიჭირდება. რატომ არ გადადგეთ ეს ნაბიჯი? მე მინდოდა საერთოდ საქართველოსდან წასვლა. დედა რო გარდამეცვალა მე მეუღლის შემდეგ. მაგრამ რა მოხდა იცი? მეუღლეს ხო გითხარი თავიდან რომ ჯაბა უყვარდა უსაწყოდ. და სიგდილი წინ მითხრა. გურგენ ჯაბას მიხედე, ჯაბას. აუცილებლად. გავლოდი ერთ დროს. მეუღლის გარდაცვალების მერე? კი. გავლოდი 45 დღე. ყველა მიმატოვა. რატო? და დავრჩი მარტო. იმიტომ რომ დავიანთი ოჯახი ქონდა და ჩემს გვერდით შვილები? რა შვილები რუსი გათხოვილი იყო თბილისში ცხოვრობდა და მე რა, ანუ მიმატოვაო რომ ამბობ. ნუ მიმატოვა რაც ქვია ახლა. ახალგარდაცვილი მეუღლე და დედა დალოგინებული. და წავიდა, შვილი წავიდა, ჯაბაც წავიდა, ყველა წავიდა და დავრჩი მარტო. როგორია ახლა? ინვალიდ დედაც მოუარო თუ აქეთ ამაზე იფიქრო რომ და დავიწყე ძმა. 45 დღეზე მოვიდა ჩემი მეგობარი. თავისი მეუღლე და რაც აკეთება. შენ ხო არ გაგიშტია ბოლო. მივატოვე მუშაობა ყველაფერი რა. და სახში ვიჯექი, გაუპარსავი, საშინელი, ესე იგი შევხედავი, ჭუჭყიანი საშინელი. და რაც აკეთება. გონზე მოდია. და მაგან გამომაფხიზლა. მაშინ შევქმენი თავისი რჩევით და მადლიერი ვარ ლევან კონჯარიასი, მაშინ საგრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა, ისიც დამიდგა გვერდით. და 140 ბავშვი ავიყვანე, საერთოდ ფული არ გადამიხდებინებია. მაშინ შექმნით ანსამბლი. ანსამბლი შექმნი, ახალი ანსამბლი შექმნი მაშინ. და დამიდგნენ ყველა გვერდით მე. მოგდურად ვინ მეგობრები დამიდგნენ და ის ვინც მოვიდა და მითხრა და თვითონ დამიდგა. და ნელ-ნელა მოვედი გუნდზე. და არ წავედი მე დავრჩი. დავრჩი იმედით რომ ჯაბას ცოლი მოეყვანა. ხო მამა ეხლა ეს გავაკეთოთ, ხო მამა ეხლა ის გავაკეთოთ, ხო მამა ეს გავაკეთოთ, ხო ის გავაკეთოთ და აი ეს რაც არის გაკეთებული, ეს არაფერი არ იყო აქ. ეს არის ყველაფერი მეუღლის შემდეგ გაკეთებული, რაც აქ დგას ახლა. სულ გვაქვს ხოლმე ჩვენ კამათი იმას დაკავშირებით, რომ აი მე ნერვები მეშლება უარყოფით კომენტარებს. და ეს რაღაცებს წერენ ხოლმე Facebook-ზე და თქვენ მირეკავთ და მეუბნებით რომ ნუ აქცევ ყურადღებას, რომ თქვენზე არ მოქმედებს ის რომ გარკვეული საზოგადოება წერს რაღაც ისეთ კომენტარებს თქვენ შესახებ. არ მინდა ეხლა დავკონკრეტდე რაზე არის საუბარი. გასაგები. არ მოქმედებს? მე ეს უკვე გადავლახე. როდის? როდესაც ჩემზე იმდენი ჭორები ილაპარაკეს. იმდენი რაღაცა გააკეთეს, გამაცამწვერეს, გამანადგურეს. არავის პასუხი არ გავეცი. ღმერთი გაგცემთ პასუხს მეთქი. ბოლოს ყველა მინემა და ყველამ თქვა თავისი პირით. ღმერთს მივანდე ყველაფერი. რომ მეთქვა ისეთი ამბავი დატრიალდებოდა და ისეთი ამბავი აქ პროკურატურა უნდა ჩარებულიყო, აქ მოსამართლე უნდა ჩარებულიყო, აქ აქ სხვა ამბავზეა საუბარი. ხო. მაინც რომ და
გავერკვევი. ეხლა რო აყვები იმას აგორებულ ხავს, ქვას ხავსი არ ეკიდება. და არ მოქმედებს ეს კომენტარები და როგორ რაღაც არ აბსურდული მოქმედებს? ისტორიები რატო, რო რაც იწერა. ლაპარაკობ, არ მოქმედებს, რაც კი არ მოქმედებს, კი არა მოქმედებს. მაგრამ ვიტან და გულში ვიმარხავ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქალები? ჩვენ მამაკაცები არ ვტირით? კი, რატომ ვტირით? ესე იგი მოქმედებს რაღაცა და იმიტომ, ხო? მაგრამ არ ვამჩნევთ. ხალხ საზოგადოებას არ ყლაპავთ იმ წრამს, ჩვენ ყლაპავთ. და ეს არის ჩვენი უბედურება. ადრე იმიტომ ვერდება მამაკაცი. რა გეტყობათ ამ? და ვინც ამას არ გძნობს და რაღაცა ისე ჩაიგდებს რაღაცა და რომ აყვება ამას და შენ ასე მოდი აქ ისა აქ უფრო უარესად ზარალდება ადამიანი. როგორ ფიქრობთ აი ამ ინტერვიუს მერე რა რეაქცია ექნება საზოგადოებას? რა რეაქცია უნდა კონდეს საზოგადოებას? ნუ ვიცი, დაიწერება უარყოფითი კომენტარები? რა თქმა უნდა დაიწერება. აქედანვე ვიცი. არ ვინერვიულოთ? არა. არ მოქმედებს ჩვენს. რადგან მე ხო ვიცი. ერთი რაღაცის. სიყვარული რა არის? ღმერთია ხომ თვითონ სიყვარული. ღმერთი გველაპარაკება. სიყვარულზე. გიყვარდეს. შენი მტერიო არა? ილაპარაკონ, თვითონ იტყვიან მე ბოლოს. რატო ვთქვი ეს? მოვა ის დროც. მოვა. მაგრამ ამას გამძლეობა ჭირდება. ხო. და მოთმინება და ნერვები. მოთმინება არ ქონდა აგაგის ხორავას. რატომ მითხრა მე? მეწოდებიო. მერე მივხვდი, მერე არავის არ ყავს იმდენი მტერი, რამდენიც ხელოვანს. ეს ხელოვნება რასაც შენაკეთებ. ხელოვნების თვალით ელაპარაკები მაყურებელს. და სიყვარულის თვალით ელაპარაკები, ხო? გიყვარდეს, მოყვას შენი ეუბნები. რამდენს ველაპარაკებით დღეს საზოგადოებას რომ გიყვარდეს, მაგრამ ამას დაგებთ მთელი ჩვენი სამოდელოება, გიყვარდეს ერთმანეთი. მაგრამ გიყვართ რომ უმრავლესობას კი არა უმცირესობას კი. მერე გიყვარდეს. გვიყვარდეს ერთმანეთი. და მოვიყვანოთ ის უმრავლესობა ჩვენსკენ აქით. კი ბატონო. სიყვარულით, ისევ სიყვარულით, სიძულვილით ვერაფერს ვერ გააკეთებთ. მადლობა. ინტერვიუსთვის ჩკინ პაპუჩია იყო დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი. თქვენ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით აკემშრობებით ნახვამდის. გაიხარ.